Am კადრებში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის მომენტია ასახული. ვიდეო მასალაში მკვლელობის დაგეგმვიდან მის აღსრულებამდე მოვლენების განვითარების ეტაპები წუთობრივი სიზუსტითაა აღწერილი. ახალგაზრდა პროგრამისტის განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე პროკურატურამ დღეს გახსნილად გამოაცხადა. დანაშაულის დამკვეთებად ძმები გურამ და დავით კაკულიები. მკვლელობის ორგანიზატორად ბესარიონ იგივე ბუსა ჟვანია, შემსრულებლად გიორგი კავილაძე და ალეკო ჭელიძე, მოტივად კი შურისძიება დაასახელა. ძმებმა გურამ და დავით კაკულიებმა ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის გია კვარაცხელიაზე შურისძიების და კრიმინალურ სამყაროში მათი ავტორიტეტის გამყარების მიზნით ამ უკანასკნელი შვილის ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობა განიზრახეს. გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა მათ მეგობარს ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება. ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულების ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ ამავე ქვეყანაში მყოფი მკვლელობის შემკვეთებთან გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ. ცნობილი ხდება, რომ 2021 წლის 14 სექტემბერს გიორგი კავილაძემ და ალეკო ჭელიძემ მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ავტომობილი იქირავეს და დანაშაულის ჩასადენად მოემზადნენ. 15 სექტემბერს კი ანჯაფარიძის ქუჩაზე მყოფ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ. ალეკო ჭელიძემ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან 9ჯერ ესროლა. მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა პროგრამისტი კლინიკაში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა. დანაშაულებრივი ქმედების შესრულებისთანავე ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ მკვლელობის შემკვეთებს გურამ და დავით კაკულიებს ტელეფონით აცნობეს მომხდარის შესახებ. ასევე გიორგი კავილაძე ტაქსის მძღოლის მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ბესარიონ ჟვანიას და საუბრის დროს მიანიშნა ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ. ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა შეკვეთილი მოტივით. ასეთია მოკლული ახალგაზრდის დედის პოზიცია. იზაომაძე ბუსა ჟვანიას დედას ნიკოლოზ კვარაცხელიას საფლავზე დადებულ პირობას ახსენებს და ახლა ნინო ქადაგიძის ნაბიჯებს ელოდება. მან მითხრა, რომ აუცილებლად თუ მისი შვილი არის ამ საქმის თანამონაწილე, საკუთარი ხელით მიუყვანს პროკურატურას და ველოდები ქალბატონ ნინოს მოქმედებას. ზუსტად ისე ყოფილა ყველაფერი, ესენი ყოფილან დამნაშავეები და საჭირო იყო მათი დროულად პასუხისგებაში მიცემა, რადგან ძალიან მალე ველოდები, რომ ისინი ალაპარაკდებიან. პროკურატურის მიერ გავრცელებული მტკიცებულებების და ვიდეო ჩანაწერების მიუხედავად ბუსა ჟვანიას დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. შეკვეთილ მკვლელობასთან კავშირს უარყოფს ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას ვაჟიც. ბესარიონ ჟვანია ახლა მიმალვაში იმყოფება. მე ნამდვილად ვიცი, რომ ბუსამ არაფერი არ იცოდა და ურთიერთობა ქონდა კაკულიებთან. ბავშვობის მეგობრები არიან და არ დაგვიმალავს ჩვენ ეს. ერთი უბედურება არის, რაც კვარაცხელიებს დაემართათ, ეხლა მეორე უბედურება ის არის, რომ უდანაშაულო ადამიანს ესეთ ბრალს წაუყენებ. ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი კავილაძეს და ალეკო ჭელიძეს 16 და 17 წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი. ძმებ კაკულიებს, რომლებიც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე იხდიან სასჯელს, ბრალს პენიტენციურ დაწესებულებაში წარუდგენენ. ბესარიონ იგივე ბუსა ჟვანიაზე კი საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. სამივეს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. საქმეზე კი გამოძიება გრძელდება და შესაძლოა ბრალდებულთა წრე კიდევ გაიზარდოს.